მართლა შენი სირეთ როგორ არის რა მიდის ნენელა ზალისკენ შემთხვევით თაგვის სამალი ხომ არა გაქვთ? კი, რა თქმა უნდა. და რა აწუხებს თაგუნას? გოგო, 3 კილო დავიკელი და ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია. ეგ რა არის? მე 1 წლის წინ 80 კილო დავიკელი. რა? ხო, 80 კილო მოვიშორე. როგორ? ქმარი გავუშვი, გავშორდი. სწრაფად დალია ჩაი, თორე სკოლაში დაგაგვიანდება. და გუშინაცები იყო და მარტო მე არ მიტირია. ყოჩახ, ჩემი ვაშკაცი ბიჭი. ხო, და იმიტომ ისე სწრაფად გავარბოდი, რომ ვერავინ არ დამეწია. ვიზია. მადლობა. ვიზია. მადლობთ. კაცო, მიცვალებული დახირებული რატო გყავთ? რა ვიცი კაცო მე. რავასწორებ თქო ხრინავს. მადლობა. Მოდი რა თუ შეიძლება. ეს ლოდი ამღრეულია. არა, ლუდი არ არის ამღრეული. უბრალოდ ცოტა ჭიქაა გასარეცხი და ეკიმო. თქვენ რომ კეთლის სამალი გამომიწერეთ. ხმარო. და აი თმა თითქმის სულ გამწვიდა. მე რა გინდათ მეტი? არ არის თმა? არ არის ქერტლი. გოგო რაღაც უნდა გითხრა. ცოტა ისე კი გამომდის, მაგრამ ხო იცი შე როგორ მიყვარხარ. რა იყო? იმ დღეს შენი ქმარი იყო აქ თმის შესაჭრელად და კიდევ ერთხელ დავწმუნდი. სადაც კი მოკლე კაბიანი გაივლის, ყველას უკან დასდევს. სტიოს მერე. ეგრეთ ჩემი ძაღლიც მისდევს ხოლმე მანქანებს მერე რო დაეწევა, მერე არ იცის რა უნდა გააკეთოს. მიდი. მოდი. დაწყობილია, დავიწყოთ? დავიწყოთ კი არა. ჯგუფური სექსი მოგწონს. კი? ხო და მიდი ახლა იქნებ მოასწრო შენ ცოლთან. მესამე იქნები.
მომისმინე ახლა. ხა. თუ ხარ ახლა შენ კაი ბიჭი, წადი ქეთინოს ბუტკაში და ნისიათ 2 ბოთლა ლუდი გამოარჩი. ბიჭო, მომისმინე. შენ დინოზავრების პაროდიას გაკეთება შეგიძლია? კი? ხო და გააკეთე, მიდი და გადაშენდი აქედან. აღირს ეს ძაღლი? ეს ძაღლი ბატონო 300 ლარი გებს. კარგი ძაღლია? კი, კაცო, 2 დიპლომია. რატი და ამის დიპლომი? ტაქსის მძღოლად კი უნდა მომუშაო. ესე იგი თქვენ გადაწყვიტეთ გაცილდეთ ქმარს დიახ. და მიზეზი რა არის? ვერ მაკმაყოფილებს და იმიტომ. ყველა საკმაყოფილებს და შენ რა გახდი ესეთი? ბატონო? მას ვერავინ არ გაყოფილებს და ბატონო. დამიჯერეთ რომ ეგ არის ძალიან რთულად დასაკმაყოფილებელი კაცო. დამიჯერეთ. აბადი უკაცრავ. სიჩუმე დარბაზში, სიჩუმე. გამარჯობათ. გამარჯობათ. შაქარი თუ გაქვთ? შაქარი დიახ. ამიწონეთ რა. და რამდენი კილო გნებავთ? რამდენი? რა ვიცი 5 კილო მინდოდა, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვახერხებ წაღებას. არ ინერვიულოთ გალბატონო. მე ისე აგიწონით რომ მოახერხებთ. დიდი მადლობა. რა ხდებოდა გუშინ ლაბორატორიაში? ბატონო თემურ, გუშინ ახალ წამალზე მუშაობა დავასრულეთ. მართლა? დიახ, აი შეხედეთ. მშვენიერი შედეგები აქვს. მართლა კარგი წამალი ჩანს. დიახ. იმედია მალე დაავადებასაც გამოიგონებთ. რა თქმა უნდა, მუშაობთ. გოგო, ნახეთ ჩემო საქმრო რა მაგარი ბეჭედი მაჩუქა. ძალიან ლამაზია. და შენ მაგ გაჩუქა? გოგო, არა, ხო იცი რომ მე საქმო არ მყავს. ხო, ვიცი, მაგრამ მინდოდა რომ კიდე ერთხელ შემეხსენებინა. მადლობა გენცო. მადლობა. აი რომ მოგდები, ბაბუაჩი მივით მინდა რომ მოგდე რა. მადლობა გენცო. როგორ მოგდა ბაბუაში? შვიდად ძილში. აბა როგორ არ გინდა რომ მოგდა? როგორ და ბაბუაჩემის მგზავრებივით. მადლობა გენცო. გალბატონო მაგა. საქონელი მივიღეთ, აღწერეთ და ყველაფერი გავაკეთეთ. მაგის გამო არ დამიბარები ხართ. გისმენთ გალბატონო მაგა. იცით, შეგიძლიათ თავი ქალად მოგრძნობინოთ. ქალად? კი. კი, როგორ? გალბატონო მაგა. გარეცხი ქალო. გარეცხი. ესე? მოგწონ საქაურობა, ფისო. მეორედ ფისო აღარ დამიძახო. ვერ ვიტანკატებს. მე ძაღლები მიყვარს. მაშინ მოგწონ საქაურობა, ძუკნა. აი ესეთი პრობლემები მაქვს უჭრანტლავზე ექიმო.
იცი რა უნდა გნათ? გაზებზე გასვლას უნდა დაანებოთ თავი. გაზებზე? დიახ. არ არის ხო კარგი ექიმი კუჭანსლავისთვის? არა. მე მაწუხებს. გიოს გაუვარჯოს გიოს. როგორ ახარ აშობი? იცი ბიჭო. შენ ცოლი როგორ არის? ჩემი ცოლი არის ჰუმანიტარული დახმარებასავით. ეგ როგორ გას? როგორ და არაფრად არ ვარ გამარა, მაინც ხმარობ. მიი თამაში. ბატონო გურამ, მოლარე დაიკარგა. მოლარე დაიკარგა? სეიფში ამოწმე? სეიფი? სეიფში როგორ შეეტევდა? კაცოს გამოუძახეს. ლაშა, ეს გოგონა ძალიან მომწონს. ზურიკო, რაღაც უნდა გითხრა. მოიცა რა უსმენ. ზურიკო. ხო, მოკლედ მითხარი რა მაშინ რა. 100 ლარი. მიდი რა მომიტანე საფრთხე. ოჩახ მაგოგოს გაძლებას. ხო. ჩემი ქმარი კიდე ტაიფუნივით არის. მართლა, რა მაგარია? რა არის გოგო მაგარი? წელიწადში ერთხელ გადამივლის ეგ არის და ეგ. აი ეს საგზური მომწონს და კვება რამდენჯერადია? გენაცვალე, ჩვენ დილით მოგცემთ საჭმელს. და თქვენ რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ ჭამეთ. გამარჯობათ. 2 კოლოფი პრეზერვატივი მომეცით. საყვარელო. კი. კარგი. კი, მალე მოვალ. უკაცრავად 2 კი არა, 3 მომეცით, 3 კოლოფი. მე რა დღე მაქვს დღეს გადარბენები. ნეტა ესენი მარტო უსარგებლო რადიატორებს ჭრიან? და შენი ქმარი ყურადღებიანია? კი, ძალიან. შენ დაბადების დღე ალბათ ყოველთვის ახსოვს. არა, საბედნიეროდ არა. საბედნიეროდ რატო? იმიტომ რომ წელიწადში 4-ჯერ ვახდევინებ დაბადების დღეს. და 4-ჯერ ჩუქლის საჭმელს. რამდენი წლის იყო შენი სიკვდილი? 60-ის.
იწვალა. კი, საწყალი. თავიდან არ მემორჩილებოდა და მაგრად წვალობდა. თქვენი ბილეთი თუ შეიძლება. ეს კონტროლიორი ისე მიყურებდა, გეგონება ბილეთი არ მქონდა აღებული. აი, ბილეთი? არა, გოგო, ბილეთი არ ამიღია, მაგრამ ხო ისე ვიჯექი და ხო ისე ვიყურებოდი, თითქოს ბილეთი მქონდა აღებული. ბიჭო, ერთი ახალგაზრდა გოგო ცხოვრობს ჩემს ზემოთ, თიკო ქვია. დღე და ღამე მანქანები აკითხავენ. აი მანქანაზე უსიგნალებენ პი, ნუ მოკლედ აი ტვინი წაიღეს, აღარ შემილია, რა ვეღარ დავიცი. ვა, თიკო? ეგეთი კარგი გოგოა? არა, გოგო დიდი არაფერი, მაგრამ მაგარი მატორისტია თუ. მატორებს აწყობს 2 საათში, შლის და აწყობს ეს. ხო, მართლა. რატო არ იყავი გუშინ ჯიმის გასვენებაში? არ დაგვადეჟეს და იმიტომ. მეწყინა. მაგრამ არა უშავს. მოგვიგვდება აგერ ახლა ჩვენ მალე გერონდი და არ ჩვენ არ დავადეჟებ. რა იყოს გამოტოვება, რაც? ექიმო, აი ჩემი ანალიზები მოვიტანე. აბა როგორ არის? თქვენს კონიაკში სისხლის კვალიც აღმოვაჩინეთ. თქვენი გოგო ისეთი კარგი რძალია. ზურასაც ისე მოსწონს, კარგი აღზრდილი ბავშვია. ვეცადეთ. მაგრამ იცით, აი 3 წელი რომ არ ფეხმძიმდება, ამაზე ცოტა ნერვიულობ. დამიჯერე ჩემო კარგო რო ეგ თქვენი ბიჭის ბრალი იქნება. თორე ჩემი გოგო აქ რო იყო, თითქმის თვეში ერთხელ ფეხმძიმდებოდა. გაუმორჩის. ბიჭებო, დღეს გივიას დაბადების დღეა, რა ვაჩქოთ? მოდი, კაი ფრანგული კონიაკი ვაჩქოთ, გავუსწორდება. ხო, მაიცა დალებს და დაავიწყდება რა. მაშინ კაი კუბური სიგარა ვაჩქოთ. სულ ეგ არ უნდა. მთელი ცხოვრება ეგ უნდა. მოწევს და ეგეს დაავიწყდება, ნო. აი, მაშინ მოდი მაგრად ვცემოთ და არასოდეს არ დაავიწყდება რა. არა აქვს. რა ვიცი რა. გოგონი ერთი წუთით რა თუ შეიძლება? დიახ, გისმენთ. სატრუპები შეგიძლიათ მოგვიტანოთ? კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ ჯერ დაკავებულია და ცოტა ხანი დაელოდეთ. ბენიე 10 წლის წინ კუგურიასთან გიღალატე. აი არა პრობლემა. გპადიობ. დაივიწყე. ვერ მივიწყე ბიჭო, იმფერიკაის სექსი მქონდა. გამარჯობა. გამარჯობა. ერთი შამპანური მომეცით. ეხლა ვერ.
ერთი ბამბანერკა მომცით. და ერთი პრეზერვატივი მომცით. ой, პრეზერვატივი არ გაქვს. არ გაქვთ? არა. მაშინ ესენც არ მინდა. აუ, გოგო, ჩემი ახალი საცურა კოსტიუმი რატო არ შეიმჩნია, არ მოგწონს? მე მეც მქონდა ეგეთი. აი მართლა. ხო, მოდაში რო იყო მაშინ. პიცუნდაში რო დავყავდით ჩემ მშობლებს აი მაგ პერიოდში მეც ვახოლმე.